შრომის კანონმდებლობის თანახმად იმისათვის, რათა დასაქმებულმა შეასრულოს ზეგანაკვეთური შრომა, ზოგადი წესის მიხედვით აუცილებელი არის დასაქმებულის თანხმობა. გარდა ამისა, არსებობს კონკრეტული ჩანაწერი შრომის კანონმდებლობაში, რომლის თანახმადაც დამსაქმებელი არის ვალდებული ერთი კვირით ადრე წერილობითი ფორმით შეატყობინოს დასაქმებულს იმასთან დაკავშირებით, რომ მას დღის წესრიგში აქვს ზეგანაკვეთური შრომის შესრულება. თუმცა ეს ვალდებულება, ასე ვთქვათ, აღარ არსებობს, თუ კი ეს გამომდინარეობს დამსაქმებლის სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე და ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა აი ამ ვადაში წერილობითი ფორმით დასაქმებულისათვის შეტყობინება ზეგანაკვეთური შრომის შესრულების შესახებ. თუმცა სხვა ყველა შემთხვევაში, როდესაც ასეთი ობიექტური მიზეზი, გარემოება ან გადაუდებლობა არ არსებობს, ზოგადი წესის თანახმად ერთი კვირით ადრე წერილობითი ფორმით ხდება შეტყობინება. შრომითი კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია სპეციალური წესით. ეს ნიშნავს, რომ დამატებითი შრომა უნდა ფასდებოდეს არა სტანდარტული, არამედ გაზრდილი ტარიფით, რაც წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული დამსაქმებელსა და თანამშრომელს შორის. ასევე გასათვალისწინებელია ორი გამონაკლისიც, რომელიც ზეგანაკვეთურ სამუშაოს ეხება როგორც ანაზღაურების მხრივ, ასევე შეტყობინების მხრივ. როდესაც საწარმოო ავარიაზე ვსაუბრობთ, ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, რომ ანაზღაურებადად განსაზღვროს ეს ზეგანაკვეთური შრომა. თუმცა, როდესაც სტიქიურ უბედურებაზე ვსაუბრობთ და ამ ნაწილში დასაქმებულის ჩართულობაზე ზეგანაკვეთური შრომის ფარგლებში, ამ შემთხვევაში ანაზღაურების გარეშე იქნება ეს შრომა, რადგან ისეთი ობიექტური მიზეზებია, რომელიც მათ შორის არც დამსაქმებლის, ასე ვთქვათ, კონტროლის ფარგლებში არ შედიოდა. მართალია, ვალდებულებას ადგენს შრომის კანონმდებლობა აი ამ ორ გამონაკლის შემთხვევაში, რომ არც წინასწარი თანხმობა სავალდებულო დამსაქმებლისაგან, რომ დასაქმებულმა ზეგანაკვეთური შრომა შეასრულოს, თუმცა აქაც კონკრეტულ პირთა წრეს განსაზღვრავს შრომის კანონმდებლობა, რომელ კატეგორიასაც მაინც ესაჭიროება თანხმობა იმისათვის, რათა ამ გამონაკლის შემთხვევებში შეასრულოს ზეგანაკვეთური შრომა. ასეთ შემთხვევაში ამ პირთა კატეგორიას მიეკუთვნება მათ შორის არასრულწლოვნები, ორსული ქალბატონები, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალბატონები. შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე-დღეს შესრულებული სამუშაო ავტომატურად მიეკუთვნება ზეგანაკვეთურ შრომას. ზეგანაკვეთური მუშაობის შემთხვევაში კი დასაქმებულს აქვს არჩევანი: მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება ან ისარგებლოს დამატებითი დასვენების